კანონის უზენაესობის, სამართლის წინაშე თანასწორობის პრინციპებზე აგებული ორგანიზაცია. სულ ახლა ხანს მიიღეს კონვენცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა. ადვოკატებს თავისუფლად შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი კლიენტები სისხლის თუ სამოქალაქო სამართალდამოებაში. ბატონი დავითი არის პირველი პრეზიდენტი, რომელიც არის არაევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენელი. და როგორ უყურებთ ამ პროცესის გამოყენებას უკვე ჩვენს პროფესიაში, ადვოკატურაში? ეს ბუნებრივია არის ქართული იურიდიული პროფესიის ზოგადად აღიარება. იურიდიული ფაკულტეტების კურსდამთავრებულები 75% ასახელებს სწორედ ადვოკატის პროფესიას. და როგორ უნდა მოიქცეს ადვოკატის პოზიცია, როგორ უნდა იყოს ასეთ სიტუაციაში? ჩვენ არათუ ასე ვთქვათ ადვოკატი გვყავდეს არასპეციალიზირებული, არამედ მთელი იურიდიული სამყარო თანხმდება იმაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში უნდა იყოს წარმომადგენელი ლიცენზირებული ადვოკატი. საქართველოში კანონის სიაში იყოს ყველა თანასწორი და ყველას ჰქონდეს ადვოკატის დაცვის უფლება. მოგესალმებით, გრძელდება ჩვენი პოდკასტების სერია სამართლის ექსპერტი. დღეს განსხვავებულ ფორმატში წავდგებით თქვენ წინაშე, ვიმყოფებით ადვოკატთა ასოციაციის ოფისში. დღევანდელი სტუმარი გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და ასევე ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი დავით ასათიანი. მოგესალმებით ბატონო დავით, ულმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია დღეს ჩვენი სტუმარი ბრძანდებით. არაფრის პირიქით. მადლობთ რომ დაინტერესდით ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობით. მოგესალმებით ბატონო დავით, დიდ მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში სტუმრობისათვის. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო რომ დღეს ვიმყოფებით ადვოკატთა სახლში. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, როგორია მისი სტრატეგია და რა არის მისი მთავარი ფუნქცია? ადვოკატთა ასოციაცია, როგორც მოგეხსენებათ, არის თვით რეგულირების ორგანიზაცია ადვოკატის პროფესიის. უკვე 20 წელიწადი გავიდა, რაც ადვოკატთა ასოციაცია დაფუძნდა, სხვათა შორის საიუბილეო წელი გვაქვს და მასში გაერთიანებულია ყველა მოქმედი ადვოკატი საქართველოს მასშტაბით. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ეს არის კანონის უზენაესობის, სამართლის წინაშე თანასწორობის პრინციპებზე აგებული ორგანიზაცია. ადვოკატები მოგეხსენებათ მართლმსაჯულების ძალიან მნიშვნელოვან როლს წარმოადგენენ. და ადვოკატთა ასოციაცია არის სრულად დამოუკიდებელი ინსტიტუტი, დაფუძნებული მხოლოდ და მხოლოდ პროფესიულ გაერთიანების პრინციპებზე. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ, გავაძლიეროთ ჩვენი დამოუკიდებლობა, ორგანიზაციული მდგრადობა და ჩვენი მთავარი ფუნქცია, რა თქმა უნდა, არის ის, რომ საქართველოში ადვოკატები თავიანთ საქმიანობას ახორციელებდნენ თავისუფლად, ყველანაირი ჩარევის თუ ხელშეშლის გარეშე, ასევე ორგანიზებას უწევთ ადვოკატის გამოცდას, ადაპტაციის პროგრამას, განგრძობადი განათლების არაერთ პროექტს. მოკლედ, ამით ვართ დაკავებული 20 წლის განმავლობაში. ძალიან კარგი. რამდენად დაცულია დღეს საქართველოში ადვოკატი როგორც პროფესია და გავაერთიანებ ამ კითხვას. სულ ახლა ხანს მიიღეს კონვენცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც იცავს ადვოკატის უფლებებს. აი, რას გეტყვით დამატებით ამ კონვენციის მიღების შესახებ და აგრეთვე საქართველოში რამდენად არის დღეს ადვოკატის პროფესია დაცული? ადვოკატის პროფესიული უფლებების დაცვა, როგორც აღნიშნე, არის უმთავრესი პრიორიტეტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის. ჩვენ ამ 20 წლის განმავლობაში გვქონდა არაერთი გამოწვევა და სირთულე. ჩვენ გვახსოვს აგერ უახლოეს წარსულში 100-ზე მეტი ადვოკატი დაპატიმრებული, მათ შორის არაერთი ქალი ადვოკატი იყო საპყრობილეში თავიანთი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე. ეს იყო რეალური საფრთხე და რეალური დესტაბილიზაცია ადვოკატის პროფესიის და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნული, ასე ვთქვათ, პრობლემები ქართველ ადვოკატებს არ უდგათ. დღეს პროფესიული საქმიანობის გამო ადვოკატი არ არის დაპატიმრებული და არ იმყოფება პენტენციურ დაწესებულებებში. ეს ახლა დიდი მიღწევა არ არის, ეს არის როგორც ფაქტი და ამას, რა თქმა უნდა, ხაზგასმა სჭირდება, რადგანაც ჩვენ ისტორიულად
კიდევ ერთხელ ვამბობ 20 წლის განმავლობაში ჩვენი ისტორიისა, ორგანიზაციის 20-წლიანი ისტორიის განმავლობაში ჰქონდა ძალიან კრიზისული მომენტები, როდესაც სულ რაღაც 5-6 წლის განმავლობაში 100 მეტი ადვოკატი იყო ციხეში. ეს რა თქმა უნდა იყო ადვოკატის პროფესიის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა, მაშინდელი სახელმწიფოს მესვეურებისა, მაშინდელი ძალაუფლებაში მყოფი ადამიანებისა, თუმცა ჩვენი ერთიანობით, საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით ჩვენ ეს პრობლემა გადავწყვიტეთ და დღეს შეიძლება ითქვას, რომ რა თქმა უნდა არსებობს გარკვეული ხელშეშლის ფაქტები, ერთეული ხასიათი აქვს ამას და ჩვენ ყოველთვის გვაქვს ამაზე რეაგირება, მაგრამ საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში ადვოკატის პროფესია ვითარდება, ადვოკატებს თავისუფლად შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი კლიენტები სისხლის თუ სამოქალაქო სამართალწარმოებაში, ზოგადად მართლმსაჯულების განხორციელების დროს არ ეშინოდეთ, რომ ისინი გახდებიან დევნის მსხვერპლი ან მათი ოჯახის წევრების მიმართ გამოყენებული იქნება რაიმე რეპრესიული ღონისძიებები. ბატონო დავით, როგორც ბიძინამ აღნიშნა, თქვენ ხართ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი. რას ნიშნავს ეს ქართული ადვოკატურისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ქართული სახელმწიფოსთვის აღნიშნული ფაქტი? ოთაშორის უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ბატონი დავითი არის პირველი პრეზიდენტი, რომელიც არის არა ევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენელი, ეს რა თქმა უნდა ულმოგად უსვამს თქვენის დაფასებას ხაზს ეს ფაქტი. მადლობა. ეს ბუნებრივია არის ქართული იურიდიული პროფესიის ზოგადად აღიარება, გარკვეულწილად აქ ახლა ჩემს პიროვნულ დამსახურებებზე ნამდვილად არ შევჩერდები, აქ არის პირველ რიგში აღიარება ქართული იურიდიული პროფესიისა, იმ ბრძოლისა, იმ განვითარების ისტორიისა, რაც უკვე აღვნიშნე, რომ ჩვენ ეფექტიანად ადვოკატებმა საქართველოში შევძელით სრულყოფილი თვითმმართველობის ჩამოყალიბება, ისე რომ არანაირი ზეგავლენა დღის მდგომარეობით, არანაირ ზეგავლენას ჩვენ არ ვექვემდებარებით, იქნება ეს სახელისუფლებო, პოლიტიკური, მედია თუ სხვა თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ორგანიზაციული გეგმები, ხან წარმატებით ვართმევთ ამას თავს, ხან ასე ვთქვათ, დაბრკოლებებს ვაწყდებით, ხან შეცდომებსაც უშვებთ, მაგრამ საერთო ჯამში ჩვენი დამოუკიდებლობა არის სრულად გარანტირებული და სწორედ ეს იყო ალბათ მთავარი მიზეზი, რა მიზეზითაც ევროპის ადვოკატთა ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ ქართველი ხელმძღვანელი ყოლოდა და ეს მართლაც ასეა. პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპის ადვოკატთა ასოციაცია, რომელიც არის ბრიუსელში ბაზირებული ორგანიზაცია, უკვე 40 წელზე მეტი ისტორიით, მას ყავს, ასე ვთქვათ, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის წარმომადგენელი ხელმძღვანელად. ასე რომ ეს ჩვენი საერთო დამსახურება. ბატონო დავით, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემას უნდა შევეხო, ზოგადად ვიცი, რომ თქვენც აქტიურად იყავით ამ თემასთან მიმართებაში ჩართული და ზოგადად მთელი იურიდიული სამყარო თანხმდება იმაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში უნდა იყოს წარმომადგენელი ლიცენზირებული ადვოკატი, თუმცა ვერადავერ განხორციელდა ეს კანონპროექტი დღემდე და თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი და როდის შეიძლება განხორციელდეს ეს მივიდეთ იმ ზომამდე, როდესაც იქნება კანონმდებლობით განსაზღვრული, რომ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლება ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ ლიცენზირებულ ადვოკატს. ხო, არის ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც ამ 8 წლის განმავლობაში, როდესაც მე თავმჯდომარე ვარ ადვოკატთა ასოციაციის, სამწუხაროდ ვერ დავარწმუნეთ ჩვენი საკანონმდებლო ორგანო, რომ შეიცვალოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ის დებულებები, სადაც ნებისმიერ პირს დღეს შეუძლია წარმოადგინოს მხარე, მოსარჩელე თუ მოპასუხე სასამართლოში. ჩვენი არგუმენტები არის ძალიან ნათელი, მკვეთრი და მარტივი, რომ ჩვენ რა თქმა უნდა არა ვარ წინააღმდეგი ადამიანმა თავად დაიცვას თავის სასამართლოში სამოქალაქო სამართალწარმოების დროს, ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა, ბუნებრივია, ვერავის ვერ დაავალდებულებს, რომ ყავდეს ადვოკატი, დაიქირავოს ადვოკატი, თუმცა, როდესაც ადვოკატის ფუნქციებს ასრულებენ სხვა
მომიჯნავე პროფესიების ან ზოგ შემთხვევაში საერთოდ განათლების არ მქონე პირები და უფრო შორსაც წავალ ზოგ შემთხვევაში ეს ხალხი არის მრავალჯერ ასამართლები ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ ესმის ამ ადამიანებს არა იურისპრუდენციის არაფერი და ისინი როგორც წარმომადგენლები მონაწილეობენ პირველ ინსტანციაში. ეს არის პირდაპირი დარტყმა მართლმსაჯულების ხარისხზე და რა თქმა უნდა ნდობაზე მართლმსაჯულების მიმართ. ეს ადამიანები არ ექვემდებარებიან პროფესიულ ეთიკას, ისინი არ იცავენ პროფესიულ საიდუმლოებას, არ აქვთ ეს ვალდებულება, რადგანაც არ არიან ადვოკატთა ასოციაციის წევრები, ბუნებრივია და ეს მომხმარებელთათვის, თავითონ კლიენტებისათვის, მხარეებისათვის არის დიდი ზიანის მიმყენებელი. ჩვენ სწორედ ამ არგუმენტებით ვაპელირებთ, ოდესაც საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი გვაქვს საკანონმდებლო წინადადება. არაერთხელ მოხდა განხილვა საკომიტეტო დონეზე, თუმცა ჯერჯერობით სამწუხაროდ ეს საკითხი ვერ გადაწყდა მართლმსაჯულების ხარისხის ინტერესების სასარგებლოდ. დღესდღეობით კიდევ არიან, ასე ვთქვათ, წარმომადგენლები, რომლებიც ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, როგორ მომიჯნავე პროფესიების, ახლა არ ჩამოვთვლი, შეიძლება ბოლოს უკვე ჩვენ ვნახეთ, რომ ამას ახორციელებენ მაგალითად ბუღალტრები, საგადასახადო ექსპერტები, ეს ის კარგ შემთხვევაში ისინი გარკვეული პროფესიული გამოცდილება მაინც გააჩნიათ, ამზომველები და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც გითხარით, არის კატეგორია, რომელთაც საერთოდ არანაირი განათლება არ აქვთ, არათუ იურიდიული განათლება, რაც ბუნებრივია არანორმალური მოვლენაა ქვეყანაში. ჩვენ ვაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას ახალ პარლამენტთან, თუმცა პარლამენტი ამ შემთხვევაში ცოტა სხვა რამეებითაა დაკავებული, როგორც ჩანს ვერ მოიცალეს ამისათვის. ეს საკითხი რჩება ღია, მტკივნეულ საკითხად და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პირველი ინსტანციის სამოქალაქო ადმინისტრაციული წარმოებების დროს წარმომადგენლის ყოველ შემთხვევაში ეს წარმომადგენელი იყოს ადვოკატი. ალბათ თამეთანხმდომებით, როდესაც ჩვეულებრივი სამოქალაქო პირი არის დაკავებული ისეთი წარმომადგენელი სასამართლოში, რომელიც არ არის ადვოკატი, ამით გაიგივება ხდება ადვოკატთან ასეთი პირის და თუ თქვათ მისი არაპროფესიონალიზმით ამ ადამიანს მიადგა ზიანი, მე უკვე თვითონ ადვოკატთა კორპუსს და ადვოკატთა სახელს, ასე ვთქვათ, რაღაცა ლაქა მოედება იმის გამო, რომ ვიღაცა პირი იცავს არასწორად სხვა სამოქალაქო პირის ინტერესებს. შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც ჩვენი რეპუტაციის ამაღლების თვალსაზრისითაც ალბათ მნიშვნელოვანი ეს რეფორმა გაკეთდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ საკანონმდებლო წინადადებებზე, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომელიც ადგენილი გვაქვს უკვე წლებია საქართველოს პარლამენტში და როგორც გითხარით, არაერთი განხილვა გავიარეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, მათ შორის ერთ-ერთი არის სწორედ ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სადაც ადვოკატის სტატუსის, ანუ ადვოკატის ტიტულის გამოყენება უკანონოდ, რომ იქცეს სამართალდარღვევად შესაბამისი სახელით, არის ქვეყნები ევროპული, სადაც დანაშაულად ითვლება ადვოკატის სახელის გამოყენება უკანონოდ იმ პირის მიერ, რომელიც არ არის ადვოკატი და ამაზე სისხლისამართლებელი პასუხისმგებლობაც საერთოდ ჩვენ ასე შორს არ მივდივართ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ნამდვილად უნდა იყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა შესაბამისი სახელით. ვნახოთ, ველოდებით საპარლამენტო განხილვებს და იმედია პარლამენტი სწორად გაიგებს ჩვენ პოზიციას და იმოქმედებს მართლმსაჯულების ხარისხის და იურიდიული პროფესიის ინტერესების სასარგებლოდ. როგორია დღეს ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობა პროკურატურასთან და სასამართლოსთან თანამშრომლობაში და კავშირში? ჩვენ, ასე ვთქვათ, მოგდგამდა გარკვეულწილად ძალიან ცუდი ტრადიცია, როდესაც საბჭოური ტრადიცია, სადაც პროკურატურის ორგანოები იცით, რომ იყო სახელმწიფოს ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფოს რეპრესიის მქონე სახელმწიფოს ასე ძლიერი ატრიბუტი და გარკვეულწილად პრევალირებდა ყოველთვის სხვა იურიდიულ პროფესიებზე და გარკვეულწილად დაპირისპირება არსებობდა პროკურატურასა და ადვოკატურას შორის ასე ტრადიციულად გითხარით ტრადიციული საფუძვლები აქვს მოკლედ ამას დღეს 21 საუკუნეში ეს აბსოლუტურად მიუღებელი რამეა ჩვენ
როგორც პროკურატურა, ისე ადვოკატურა ვართ მართლმსაჯულების ნაწილი, ჩვენ ვართ მონაწილე მართლმსაჯულების და კვალიფიციური, ეთიკური, კოლეგიალური დამოკიდებულების გარეშე ამ ორ ორგანოს შორის და ადვოკატებსა და პროკურორებს შორის რეალურად ნამდვილი და სამართლიანი მართლმსაჯულება ვერ შედგება. ეს კონფრონტაციის გარკვეული ცუდი ტრადიცია მე მგონი შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ არაერთი ფორმატი გვაქვს ერთობლივი თანამშრომლობის, პროფესიულ თანამშრომლობას გულისხმობ მუშაობის, ის იგივე მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭო, რომელიც რამდენიმე წლის უკან შევქმნით, სადაც აქტიურად მონაწილეობს გენერალური პროკურატურა, საქართველოს უზენაეს სასამართლო, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, არაერთი შეხვედრა გაგვიმართავს მნიშვნელოვან პრობლემატურ საკითხებზე, რაც უკავშირდება მართლმსაჯულებას, ერთგვაროვან პრაქტიკას, იგივე კოლეგიურ ქცევას, სასამართლო დარბაზებში ურთიერთობას და ასე შემდეგ და ფიქრობ, რომ ეს პირველი ყინული გატყდა და ჩვენ ასე ვთქვათ მივდივართ იქეთკენ, რომ როგორც პროკურორები, ისე ადვოკატები და თავისთავად სასამართლო მოსამართლეები ძალიან მაღალ პროფესიულად და კოლეგიალურად გავაგრძელებთ სასამართლო დარბაზებში მართლმსაჯულების განხორციელებას, რადგანაც ამ სამი პროფესიის გარეშე, მართლმსაჯულების პროფესიის გარეშე, ამ სამი მართლმსაჯულების პროფესიის განვითარების გარეშე და ურთიერთპატევისცემის გარეშე ჩვენ რა თქმა უნდა ვერ მივიღებთ სანდო მართლმსაჯულების სისტემას და მთელი მიზანი არის რომ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა გავხადოთ უფრო ხარისხიანი და უფრო სანდო. ბოლო პერიოდში დაინერგა საქართველოში დარგობრივი სპეციალიზაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებში, ევროპაშიც და ამერიკაშიც ხშირად ხდება, როდესაც ადვოკატები ვიწრო სპეციალიზაციით მუშაობენ და ამას რამხელა ეფექტი ექნება ზოგადად მართლმსაჯულების განვითარების კუთხით. კარგი კითხვაა, მადლობა ამ კითხვისთვის. ზოგადად 21 საუკუნეში ვართ, როგორც თქვით და ადვოკატის პროფესია მიუხედავად იმისა, რომ ის ერთ-ერთი უძველესი პროფესიაა და თავისი წესები და თავისი განვითარების ტრაექტორია აქვს, დინამიურად ვითარდება დღეის მდგომარეობით. ჩნდება ახალი სამართლის დარგები, შემოსულია ხელოვნური ინტელექტი მართლმსაჯულებაში და იურიდიული პროფესია აქტიურად იყენებს მთელ სოფლიოში. ვითარდება მოკლედ იურიდიული პროფესია და მართლმსაჯულება დინამიურად. შესაბამისად, ის ტრადიციაც, სხვათა შორის, ესეც საბჭოური ტრადიციაც მოუდგამს, ოდესაც კონკრეტული ადვოკატი იყო ყველა დარგის სპეციალისტი და ყველა ტიპის სამოქალაქო ადმინისტრაციულ სისხლის სამართლის საქმეებში აქტიურად მონაწილეობდა. ჩვენ რა თქმა უნდა ამის წინააღმდეგი არა ვართ, ბუნებრივია შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც გენიალურად ესმის სამართლის ყველა დარგი, არის ყველა დარგის კარგი პრაქტიკოსი, იშვიათი შემთხვევაა ალბათ, მაგრამ არსებობს შეიძლება ასეთი ადამიანი, მაგრამ ყველაფერი მიდის სპეციალიზაციისკენ. ანუ დარგი ყოველი სამართლის დარგის უფრო ვიწრო ექსპერტულ დონეზე დასპეციალიზების თვალსაზრისით. და დარგობრივი სპეციალიზაცია, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, რომელიც ნებაყოფლობითია, ეს არ არის სავალდებულო, ბუნებრივია, რადგანაც ჩვენ სავალდებულო სპეციალიზაციები გვაქვს სამოქალაქო და სისხლის სამართლის სპეციალიზაციები, როცა ადვოკატები შემოდიან ადვოკატთა ასოციაციაში და იწყებენ პროფესიულ საქმიანობას, მაგრამ ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს ამ ჩვენ პროექტს. ეს არის კარგი მოდელი, ეხლა აქვე ვიტყვი, ეს არ არის ჩვენი მოგონილი, გერმანიის, ავსტრიის და არაერთი ევროპული ქვეყნის მაგალითია, როდესაც იქ მაგალითად ადვოკატები სპეციალიზდებიან დარგების მიმართულებით და თქვენ შეგიძლიათ ძალიან ხშირად ნახოთ ადვოკატი საგადასახადო საქმეებზე, ადვოკატი საოჯახო საქმეებზე, ადვოკატი სამედიცინო სამართლის საქმეებზე, სამეწარმეო, საბანკო და ისინი კონკრეტულად ამ ვიწრო სპეციალიზაციებში არიან უკვე ექსპერტული ცოდნის, ექსპერტული უნარების მქონე იურისტები. შესაბამისად, ხარისხი ბუნებრივია იზრდება, ეს ასევე კარგია თავად ადვოკატისთვის, მათი შემოსავლებისთვის, მათი ასე ვთქვათ, იურიდიული სერვისების ბაზარზე პოზიციონირებისათვის, რადგანაც უკვე მათ კლიენტებს, მოქალაქეებს, იურიდიულ პირებს, ბიზნესებს უკვე აქვთ კაფიო
ესე ვთქვათ, სურათი თუ ვინ ადვოკატი, რომელ სფეროში არის უფრო სპეციალიზებული და შესაბამისად უფრო ადვილია მათთვის ორიენტირება ამ ესე ვთქვათ ადვოკატთა იურიდიული პროფესიის ბაზარზე, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის, შესაბამისი გამოცდილების მქონე ადვოკატი აიყვანონ მათი უფლებების დასაცავად და ეს ბუნებრივია ზრდის ადვოკატის როგორც კლიენტურის რაოდენობას, ისე მათ შემოსავლებს და ჰონორარებსაც და ანუ ეს კარგი საშუალებაა იმისათვის და ეს ეხმარება პირველ რიგში სასამართლოსაც, რადგანაც ოდესაც მოსამართლეს ყავს ორი დარგობრივად სპეციალიზებული ადვოკატი, მაგალითად საგადასახადო დავაში, გაცილებით უფრო ადვილია მოსამართლისთვის სწორი გადაწყვეტილების მიღება, გაცილებით უფრო მარტივად და გაცილებით უფრო კვალიფიციურად და დროულად მიმდინარეობს საქმის განხილვა და საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს არის ხარისხიანი მართლმსაჯულების მიღწევის კარგი შედეგი და ჩვენი კლიენტების და მოქალაქეების და ბიზნესების უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება. ვიდრე ასეთ დავაში იყოს არაადვოკატი და ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც მართლა სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს, ჩვენ არათუ ასე ვთქვათ ადვოკატი გვყავდეს არასპეციალიზირებული, არამედ საერთოდ მოქალაქე, რომელსაც საერთოდ იურიდიული განათლება არ აქვს. მით უმეტესად ადვოკატებისთვის რთულია, იმიტომ რომ ყველა იმდენი დარგია, რომ ყველაში ერთნაირად წარმატებული და კვალიფიციური ფიზიკურად ვერ იქნება, როგორც ექიმი არ შეიძლება იყოს მაგალითად. მე როგორც თქვი, პედიატრიც ანალოგიურად შეიძლება ზუსტადასია, გაცილებით უფრო თავად სამოქალაქო სამართალი და სისხლის სამართალი და ადმინისტრაციული სამართალი რო ავიღოთ, ასე ვთქვათ, სამი საბაზისო სამართლის მიმართულება, იქაც არის უამრავი სპეციალიზირებული სამართლებრივი დარგები, რომელსაც ჭირდება სპეციალური ცოდნა, სპეციალური უნარჩვევები, საპროცესო უნარჩვევები, იგივე მაგალითად ნაფიც საჯულთა სასამართლოს განსაკუთრებული უნარჩვევები ჭირდება, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ დანაშაულებებზე მომუშავე ადვოკატს თავისებური სპეციალიზირებული ცოდნა და გამოცდილება ჭირდება და ასე რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ არის მოწოდებული იმისათვის, რომ ჩვენი კლიენტები, მოქალაქეები და ბიზნესები იყვნენ უფრო მაღალ დონეზე დაცული და ხარისხი მართლმსაჯულების გაიზარდოს. ძალიან დიდი ენთუზიაზმით შეხვდა სხვათა შორის ჩვენი ადვოკატები, გამოცდილი ადვოკატები მათ შორის ამ პროექტს და უამრავი მათგანი მონაწილეობს უკვე. ჩვენ დავიწყეთ ორი კურსი, ერთი კურსი უკვე ჩავატარეთ, ერთი წარმატებულად. სამშენებლო სამართალი ძალიან პოპულარული იყო და სამშენებლო სამართალში დარგობრივი სპეციალიზაციის კურსები ჩავატარეთ. ახლა დავიწყეთ საგადასახადო სამართალში. ამას მოყვება სამედიცინო სამართალი, საოჯახო სამართალი, შრომითი უფლებების და მიმართულებით გვექნება სპეციალიზირებული დარგობრივი კურსები. მეც დიდი სიამოვნებით მიუხედავად იმისა, რომ აგერ 25 წელია უკვე ადვოკატი ვარ. მეც დიდი სიამოვნებით პირადად გავიღრმავებ ამ ჩემ ცოდნას და სპეციალიზირებული ადვოკატის ტრენინგებში, ამ პროექტში მონაწილეობას ვაპირებ პირადად. ისასალმებელია თქვენი ასეთი დამოკიდებულება. ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიები. როგორ უყურებთ ამ პროცესს და როგორ უყურებთ ამ პროცესის გამოყენებას უკვე ჩვენს პროფესიაში, ადვოკატურაში? ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მართლმსაჯულებაში ზოგადად ზოგიერთ შეიძლება მომავლის გამოწვევად თუ მომავლის იდეა წარმოუდგენია, თუმცა ჩვენ თუ კარგად დავაკვირდებით, ის უკვე ჩვენთან არის, ის უკვე აქ არის. როგორც ქართულ სიმღერაშია, ის უკვე აქ არის. შესაბამისად, ჩვენ მოგწონს ეს თუ არ მოგწონს, ტექნოლოგიები, ზოგადად მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, რაცაც აღწევს დღევანდელ მსოფლიოში და მათ შორის ხელოვნური ინტელექტის განვითარების, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ნაბიჯები, ბუნებრივია ეს ვერ დარჩება იურიდიული პროფესიის ყურადღების მიღმა. ჩვენ მე მაქვს პრინციპი, რომ ტექნოლოგიები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ჩართულობა მართლმსაჯულებაში, ადვოკატის საქმიანობაში მისაღებია და სასურველიც არის ხშირ შემთხვევაში, სანამ ამას მოაქვს სიკეთე და სანამ ამას მოაქვს, ასე ვთქვათ, გარკვეული სარგებელი მართლმსაჯულების კარგად, სწორად, დროულად და ხარისხიანად განხორციელებაში. თუ ეს შეიცავს ისეთ პრობლემებს, გამოწვევებს, სირთულეებს, რომლებმაც შეიძლება
უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს მართლმსაჯულებაზე, რა თქმა უნდა ეს ნაწილი არის მიუღებელი, მაგრამ მაგალითად უამრავი პროგრამა არსებობს უკვე და არაერთი ცენტრი მუშაობს ამაზე, რომ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მაგალითად მოვამზადოთ იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტები. იგივე ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს სამართლებრივი დასკვნა, კონტრაქტი, ზოგ შემთხვევაში სარჩელი, შესაგებელი. აქ რა თქმა უნდა არ გამოირიცხება ადვოკატის როლი და მე შორსა ვარ იმაზრისგან, რომ ადვოკატი როდესმე შეიძლება ჩაანაცვლოს ხელოვნურმა ინტელექტმა, ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია, თუმცა ხელოვნური ინტელექტის და ტექნოლოგიების გამოყენება ჩვენს ყოველდღიურობაში, რა თქმა უნდა, ხელში უწყობს თავად ადვოკატის საქმიანობას რა. მაშინ როცა ჩვენ მაგალითად გვჭირდება ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის გაცნობა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ამას შეიძლება მოვანდომოთ რამდენიმე დღე და წავიკითხოთ სიტყვაზე 20-30 სასამართლოს გადაწყვეტილება, მაშინ როცა ხელოვნურ ინტელექტს ეს შეუძლია გააკეთოს 5-10 წუთში და კონდეს მზა, ასე ვთქვათ, პროდუქტი იმისა თუ რა მაგალითად სასამართლო პრაქტიკა არსებობს ამა თუ იმ საიურიდიულ პრობლემაზე, ხო? ეს მე მგონი მხოლოდ ხელს უწყობს ადვოკატის პროფესიის განვითარებას. თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მოსამართლის შინაგანი რწმენა, ემპათია, ის ყველა კონკრეტული საქმე, ყველა ერთგვაროვანი ხო არ არის ბუნებრივია, ყველა სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის საქმეებს აქვს თავისებურებები. აქ მნიშვნელოვანია პროფესიონალების როლი, მათ შორის ადვოკატის და მათ შორის მოსამართლის და მათ შორის პროკურორის. შესაბამისად, იმ შინაგან რწმენას ანდა თუნდაც ჯვარედი დაკითხვას, რომელიც ადვოკატის მთავარი იარაღია სისხლის სამართალწარმოებაში, ხო? მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვინდა გამოვააშკარაოთ მოწინააღმდეგე მხარის მატყუარა მოწმე. ამის ჩვენ სიცრუის დეტექტორის გამოყენების საშუალება სასამართლო პროცესებზე არ აქვს ჩვენ ქვეყანაში და შესაბამისად ერთადერთი იარაღი ცრუ ჩვენების ან ცრუ მოწმის გამოსააშკარავებლად არის ისეთი მექანიზმი, რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ, ადვოკატებს ვასწავლით და ეს არის ჯვარედინი დაკითხვა, ხო? ახლა ჯვარედინი დაკითხვის ხელოვნებას, ტექნიკას ბუნებრივია ვერ შეცვლის ხელოვნური ინტელექტის, ასე ვთქვათ, დღევანდელი მდგომარეობა, ახლა არ ვიცი, შეიძლება მომავალში ისე განვითარდეს ეს ტექნოლოგიები, რომ რა ვიცი, თვალების მოძრაობაზეც მიხვდეს ხელოვნური ინტელექტი, ადამიანი ტყუილს ამბობს თუ მართალს და შეიძლება დაინერგოს ახლა ოდესღაც მართლმსაჯულებაში, მაგრამ დღეის მდგომარეობით ადვოკატის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და შეუცვლელი და კიდევ ერთხელ ხელოვნური ინტელექტის და ტექნოლოგიების მხოლოდ მომხრე ვარ, სანამდე ის სასარგებლოა მართლმსაჯულებისთვის და ადამიანებისთვის. და სადაც უკვე ზიანის მიყენება შეიძლება ამან გამოიწვიოს ადამიანებისთვისაც და მართლმსაჯულებისთვისაც, მაშინ ალბათ ხელის ერთი მოძრაობით უნდა გავთიშოთ ეს ტექნოლოგიური მოწყობილობა და არ გამოვიყენოთ. ეგ არის საერთო ჯამში ჩემი მოკლე პასუხი, თუმცა ბევრი ასპექტი აქვს ამას, მათ შორის მორალურ-ეთიკური ხასიათის ასპექტები, ახლა ჩვენი პოდკასტის ფორმატი არ გვაძლევს მაგის საშუალებას, რომ უფრო ხმად ჩაუღრმავდეთ მაგას, თუმცა არსებობს უამრავი გამოწვევა და ეთიკურ-მორალური დილემა, როდესაც ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს. რამდენად სანდოა საერთოდ ეს ხელოვნური ინტელექტი, რამდენად ის ღია, ასე ვთქვათ, წყაროები, რომელიც ასე თუ ისე ჩვენთვის ცნობილია ეს OpenAI რო ქვია და ჩინელებმაც შექმნეს მე მგონი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა სახელი მავიწყდება და რამდენიმე არის ასეთი მათი სანდოობის გადამოწვევა თუ რამდენად სწორია ეს ინფორმაცია, რამდენად სწორი ინტერპრეტაცია შეიძლება გააკეთოს ხელოვნურმა ინტელექტმა ამა თუ იმ ნორმის და ასე შემდეგ, ეს რა თქმა უნდა გამოწვევებად რჩება, იგი ისევე გამოწვევა ამ დროს პროფესიული საიდუმლოების დაცვა, ეს ყველაფერი ხო ვირტუალურ რეალობაში წყდება და საერთო ჯამში ბევრ ეთიკურ, მორალურ საკითხთან არის კიდე დაკავშირებული, რომელსაც დრო ჭირდება და ალბათ სწორი რეგულაცია სახელმწიფოების მხრიდან.
ბატონ დავით აუცილებლად უნდა შევეხოთ მედიის როლს ზოგადად ადვოკატის ცხოვრებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება რეზონანსულ საქმეებს, როდესაც მედიას თავისი დასკვნა და გადაწყვეტილება ისე გამოაქვს, რომ საერთოდ არიცავს უდანაშაულობის პრეზუმპციას. აი ესე დროს პარალელით რო გაგვიგლოთ საერთაშორისო პრაქტიკასთან და როგორ უნდა მოიქცეს ადვოკატის პოზიცია, როგორ უნდა იყოს ასეთ სიტუაციაში. ესეც ძალიან საინტერესო კითხვა და არაერთი დისკუსია მიმდინარეობს ამაზე მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ როცა ვსაუბრობთ ადვოკატის დამოუკიდებლობაზე და მის პროფესიულ როლზე. რა თქმა უნდა, ადვოკატზე გავლენა შეიძლება ასევე იმოქმედოს და მოახდინოს მასზე გავლენა მედიამაც, ხო? ან კონკრეტულ საქმეზე. იქნება ეს სისხლის თუ სამოქალაქო საქმე, ამაზე დიდი გავლენა შეიძლება იქონიოს მედიამ. მედია მრავალფეროვანია, ბუნებრივია, მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში თავისი გემოვნება აქვს ყველა მედიას. ზოგი პრო ასეთია, ზოგი პრო ისეთია, ახლა მაგას ჩვენ რა თქმა უნდა ანალიზს ვერ გავუკეთებთ. და ხშირ შემთხვევაში რა თქმა უნდა გვაქვს შემთხვევები, როდესაც უდანაშაულობის პრეზუმპცია როგორც პრინციპი ნიველირებულია. ხანდახან ჩვენი კლიენტები წარმოჩნდებიან უკვე დამნაშავეებად, ან უარყოფით პიროვნებებად და მედიას შეუძლია ასეთი აღქმის შექმნა, რომ ესა თუ ის პიროვნება ან უკვე დამნაშავეა, ან პირიქით უდანაშაულო. ადვოკატის მთავარი ფუნქცია ამ შემთხვევაში და როლი არის ის, რომ მედია გამოიყენოს სწორად მისი საქმიანობისთვის და მისი დაცვის უფლებისთვის. იმდენად, რამდენად ამასაც სწავლობენ სხვათა შორის ბევრ ქვეყანაში, ჩვენც ყავს ადვოკატები, რომლებიც კარგად იყენებენ ამ მედიის საშუალებებს თავიანთი პროცესების გაშუქების თვალსაზრისით, პრობლემებზე, ყურადღების გამახვილების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. თუმცა საერთო ჯამში ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, მედია თავისუფალია, მედიას შეუძლია ყველაფერი გააშუქოს, ხშირ შემთხვევაში მცდარი დასკვნები გააკეთოს, ან არასწორი და არაპროფესიონალური ინტერპრეტაცია, რომელიც არაერთი მოგვისმენია, მაგრამ საერთო ჯამში სასამართლო სწორედ იმიტომ არსებობს, მოსამართლე სწორედ იმიტომ არსებობს, რომ მიუხედავად გავლენისა, მედია გავლენა იქნება თუ საზოგადოებრივი აზრის განწყობა, საზოგადოების უმრავლესობის განწყობა, მან მიიღოს გადაწყვეტილება კანონის და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანი შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, უარყოფითი პიროვნება, შეიძლება არსებობდეს მის მიმართ მრავალი კითხვის ნიშანი, მრავალი, ასე ვთქვათ, ეჭვი თუ აღქმა, რომ ის ან დამნაშავეა, ან კანონდამღვევია, ასე ვთქვათ, მაგრამ ჩვენ არაერთი გვინახავს, როდესაც საქმეში არსებობს მტკიცებულებები და ის ადამიანი უდანაშაულო. შესაბამისად, უდანაშაულობის პრეზუმპცია ყოველთვის უნდა იყოს დაცული. ჩვენ ასე თუ ისე, ცოტა ალბათ ჩვენი ნაკლიც არის, რომ მედიის წარმომადგენლებთან არ მუშაობთ უფრო აქტიურად იმ სამართლებრივ საკითხებზე გათვითცნობიერების თვალსაზრისით და პირველ რიგში ყოველი ასეთი ზეგავლენისგან დაცული უნდა იყოს თავად ადვოკატი და უპირველეს ყოვლისა სასამართლო. ასე რომ სასამართლო სწორედ იმიტომ არსებობს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს მედია და რას ფიქრობს საზოგადოებრივი აზრი და როგორია საზოგადოების განწყობა, მან იმოქმედოს და გადაწყვეტილებები მიიღოს მხოლოდ კანონის და მტკიცებულებების საფუძველზე. ეს არის ჩვენი ფუნქცია. ამ საკითხში სხვათა შორის მედიის სწორად და კარგი გაგებით გამოყენება სრულიად დასაშვებია და ეფექტიანი. ბატონო დავით, წლების წინ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ დანერგა ადაპტაციის პროგრამა. რაც გულისხმობს იმას, რომ გარდა პროფესიული გამოცდის ჩაბარებისა და დადასტურებისა, ადვოკატებს უწევთ პრაქტიკული კურსის და ასევე თეორიული კურსის გავლა. როგორ შეაფასებთ ადაპტაციის პროგრამას და რამდენად წარმატებული და ეფექტიანი გამოდგა ის? ადაპტაციის პროგრამა არის აუცილებელი მოთხოვნა, რათა იურისტი, რომელიც განათლებულია, რომელმაც უკვე ჩააბარა გამოცდა და უკვე წარმატებულად შეიძლება ეწოდოს კვალიფიციური იურისტი, რომ ის ნამდვილად იქცეს რეალურ ადვოკატად.
კვალიფიციური იურისტსა და რეალურ ეფექტიან ადვოკატს შორის არის მანძილი. ეს მანძილი უკავშირდება მის პრაქტიკულ გამოცდილებას. ეს სხვათა შორის, ოდესაც ეს იდეა ჩვენ დაგვებადა, ჩემ პირად მაგალითზე ყოველთვის ჩემ პირად მაგალითს ვიშველიებდი, თუ რატო უნდა დაგვენერგა ჩვენ სტაჟირების პროგრამა, ერთწლიანი ადაპტაციის პროგრამა, რომელიც სტაჟირებას მოიცავს დიდი დოზით, რადგანაც მე ჩემი პირველი ნაბიჯები ადვოკატის პროფესიაში 99-2000 წელს განვახორციელე, მაშინ დავიწყე და რეალურად იმ პერიოდში მთელი საკანონმდებლობაზე იცვლებოდა, როგორც საპროცესო კანონმდებლობა, ისე მატერიალური სამართალი და მე მაშინ კარგად მახსოვს, რომ არ არსებობდა არანაირი პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობა უფრო გამოცდილი ადვოკატების მხრიდან. და ჩემს შეცდომებზე, ჩემს ნერვიულობაზე მიწევდა, ასე ვთქვათ, გზის გაკვალვა ადვოკატის პროფესიაში, რაც არ არის ნორმალური მდგომარეობა და უფრო მეც გეტყვით, პირველად საერთოდ სასამართლო დარბაზში აღმოვჩდი, მანამდე სასამართლო დარბაზში საერთოდ არ ვიყავი ნამყოფი და აღმოვჩდი როგორც მხარის ადვოკატი. და ეხა ეს ნორმალური მდგომარეობა ნამდვილად არ არის. ჩემი უცხოელი კოლეგები ნამდვილად არ მიჯერებდნენ ამას, რომ ეს შესაძლებელი იყო საქართველოში. ერთ-ერთ სამოქალაქო დავაზე არ იყო მცირე დავა, საკმაოდ სოლიდური ფინანსური დავა იყო. ერთ-ერთი უცხოელი კლიენტების ადვოკატი ვიყავი და მაშინ პირველად შევაბიჯე სასამართლო დარბაზში. რაც როგორც გითხარით, არ არის ნორმალური მდგომარეობა. ამას ნამდვილად ჭირდება ემოციურ ფაქტორებთანაც არის მათ შორის ემოციური სასამართლოში საქმის წარმოება უკავშირდება გარკვეულ სტრესს, გარკვეულ ღელვას, ოდესაც ადამიანი არ არის მზად, არც ფსიქოლოგიურად, არც პრაქტიკული თვალსაზრისით იყოს ადვოკატი კონკრეტულ საქმეში, იქ უკვე მარსაჯულების ხარისხზე ცოტა რთულია საუბარი და ამიტომაც დავნერგეთ ჩვენ პრაქტიკული კომპონენტი, ოდესაც იურისტს, უკვე კვალიფიციური იურისტს გამოცდა ჩაბარებულ იურისტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მასზე გამოცდილი პრაქტიკოსი ადვოკატების დახმარებით, მენტორობით, ზედამხედველობით გაიაროს ეს 9 თვიანი სტაჟირების პერიოდი, შეეგუოს ადაპტაციის კურსი, მითაც ქვია, რომ შეეგუოს ადაპტირება გაიაროს თუ რა არის სასამართლო, რა გამოწვევები აქვს სასამართლო ურთიერთობის პროცედურები, კლიენტთან ურთიერთობის, სასამართლოსთან ურთიერთობის, ხანდაზმულობის ვადები, პროცესუალური ნიუანსები, უნარჩვევები, რომელიც ბევრი კოდექსებში არის სწავლებული და პრაქტიკაში ხდება. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადვოკატისთვის პრაქტიკას, ხო? რაც უფრო გამოცდილია ადვოკატი, მით უფრო სანდოა და კვალიფიციური. შესაბამისად, ჩვენ ეს სტაჟირების პროგრამა სწორედ ამიტომ დავნერგეთ, წარმატებით ფუნქციონირებს. პირდაპირ სასამართლო დარბაზში არავინ არ ხვდება ადვოკატად, ყველას აქვს გავლილი პრაქტიკა, ყველა მიცის როგორ უნდა მიმართოს სასამართლოს, როგორ უნდა იმოქმედოს, როდის ადგეს, რა სიტყვა თქვას, რა ეტაპზეა სასამართლო განხილვის, სად კითხვა არის დასასმელი, სად ახსნა განმარტებაა სათქმელი და სად საპაექრო სიტყვა და სად საბოლოო სიტყვა და ასე შემდეგ. ანუ ეს უნდა ადამიანმა, იურისტმა, პროფესიონალმა თავის ტყავზე იგრძნოს თუ რა არის პრაქტიკული ასე ვთქვათ ადვოკატურა და სწორედ ამიტომაც ეს ადაპტაციის პროგრამა რა თქმა უნდა კარგი საშუალება ახალგაზრდა თაობისთვის გაამართლა ადაპტაციის პროგრამა რომ ასე ვთქვათ ისინი აქტიურად მონაწილეობენ უკვე როგორც სტაჟიორები ამ სასამართლო პროცესებში იციან ის ასე ვთქვათ გარემო და ის აურა თუ რაც ხდება სასამართლო დარბაზში აღარც დაიბნევიან, ოდესაც მოსამართლე კრიტიკულად შეეკითხება რამეს ან მოწინააღმდეგე მხარე და ეს მხოლოდ და მხოლოდ მათ წაადგებათ, რომ ეფექტიანად განახორციელონ თავიანთი დაცვის უფლება. ფაქტია გაამართლა ადაპტაციის პროგრამა, იმიტომ რომ ბევრი კვალიფიციური ადვოკატი წამოვიდა თქვენს დამეთანხმების და გივის დარწმუნებული ვარ და ეს დიდი წინგადებული ნაბიჯია ზოგადად კარგი ახალგაზრდა თაობების ჩვენ აი ბოლო 8 წლის განმავლობაში რაც ავამუშავეთ ეს ადაპტაციის პროგრამა დაახლოებით 400-მდე ახალი შემომსვლელი ადვოკატი არის ყოველწლიურად. მე პირადად ვესწრები მათ ფიცის დადების ცერემონიას, ჩვენ აღვადგინეთ ფიცის დადების ცერემონიალის, ასე ვთქვათ, ძალიან საზეიმო ხასიათი მივეცით ფიცის დადების ცერემონიას.
ყველა ამ ახალშემოსულ ადვოკატს პირადად გადავცემ ადვოკატის მოწმობას, ადვოკატის სამკერდე ნიშანს პირადად ვართმევ ხელს და მართლა მიხარია, ვაკვირდები და მიხარია, რომ ძალიან კარგი თაობა მოდის ქართულ ადვოკატურაში და ქართული ადვოკატურა ამის საფუძველზე მე ძალიან იმედიანად ვარ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება, კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს და საერთო ჯამში ეს არის ქვეყნის დემოკრატიის განვითარების და მართლმსაჯულების განვითარების ძალიან დიდი საფუძველი, როდესაც საადვოკატო პროფესია ივსება ძალიან მაღალკვალიფიციური და ძალიან მონდომებული, მოტივირებული ახალგაზრდა თაობით, მათ შორის თქვენც შემილია, ასე ვთქვათ, გითხრათ, რომ თქვენც მათი წარმომადგენელი ხართ და იმ გამოცდილ ადვოკატებთან ტანდემში, რომლებიც ყავს პროფესიაში, არაერთი ათეული წელი, როცა ადვოკატები არიან, ჩვენ ყავს 40-50 წელი ადვოკატები არიან ადამიანები აქ და ბუნებრივია, ძალიან საპატივცემულო კოლეგები არიან და სწორედ ეს ნაზავი ამ ახალგაზრდული ენერგიის, ახალგაზრდული კვალიფიკაციის ახლებურად საკითხების დანახვის და ის უკვე არსებული დიდი გამოცდილება, რომელიც ხდება ადვოკატურაში ახალშემომსვლელ იურისტს, გვაძლევს იმის წინაპირობას, რომ იურიდიული პროფესია უფრო და უფრო ძლიერი იქნება საქართველოში და ჩვენი მიზანი მთავარი, ჩემი მიზანიც სწორედ ეს არის, მთელი ამ 8 წლის განმავლობაში ჩემი მუშაობის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციაზე, რომ საქართველოში კანონის წინაშე იყოს ყველა თანასწორი და ყველას კონდეს ადვოკატის დაცვის უფლება. დაცვის უფლება იყოს გარანტირებული. ნებისმიერ შემთხვევაში, თლათ რომ ინგრეოდეს ყველაფერი, ადამიანი საქართველოში ადვოკატის მხრიდან უნდა იყოს კვალიფიცირებულად დაცული და თქვენ თუ ნახავთ უამრავი, ასე ვთქვათ, სადისკუსიო თემა დღეს და საკამათო იგივე პოლიტიკური დებატების მიმართულებით თუ სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ყველა შემთხვევაში ადვოკატები ძალიან აქტიურ როლს თამაშობენ, პროფესიულ როლს თამაშობენ ნებისმიერი ადამიანის დაცვაში. იმიტომ ჩვენ ჭეშმარიტი ადვოკატები და ზოგადად ადვოკატები, რომლებიც ეთიკურ სტანდარტებზე ვართ დაფუძნებული წლების განმავლობაში, არ ვასხოვებთ არც ჩვენ კლიენტს მათი რაიმე ნიშნით, მათ შორის არც მათი პოლიტიკური შეხედულებებით, არც მათი მსოფლმხედველობით, არც მათი გემოვნების თვისებებით თუ ასე შემდეგ, თუ პარტიული კუთვნილებით, თუ სოციალური ჯგუფის კუთვნილებით, ჩვენთვის ყველა არის დასაცავი პირი ან კლიენტი და შესაბამისად ეს მიმართულება და ის გეზი, რომელიც აღებული გვაქვს, რომ საქართველოში ყველას კონდეს დაცვის უფლება, არავინ არ დაიჩაგროს ისე, რომ მას არ ყავდეს ადვოკატი და ამაში ასევე უნდა აღვნიშნოთ ჩვენ იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატების აქტიური როლი და მათი აქტიური მუშაობა, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც ფინანსური პრობლემები აქვთ, სოციალურად დაუცველები არიან, რომ მათაც კვალიფიციური საადვოკატო დახმარება გქონდეთ და ისე არ მოხდეს, რომ მართლმსაჯულება გახდეს დიდრების, ფუფუნების საგანი და რაღაც დიდრების ფორუმი. ესე არ უნდა იყოს ნამდვილად ჩვენ ყველას მიუხედავად მათი სოციალური კუთვნილებისა, წარმომავლობისა და ასე შემდეგ, ყველას უნდა ყავდეს კვალიფიციური ადვოკატი. ბატონო დავით, თქვენი თავმჯდომარეობის პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზე ჩვენ ნაწილობრივ ვისაუბრეთ, უკვე ბევრი რამ განხორციელდა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში ადაპტაცია, და ვისაუბრეთ დარგობრივ სპეციალიზაციაზე, ადაპტაციის პროგრამაზე და იმ შენობაში, სადაც ახლა ვიმყოფებით, თქვენი თავმჯდომარეობის პერიოდში აშენდა ადვოკატთა სახლი და თუმცა პირადად თქვენი მოღვაწეობის პერიოდში ამ თანამდებობაზე რას გამოაჩენთ ყველაზე დიდ მიღწევას და ამავდროულად აქვე გითხავთ რა არის ისეთი რა დარჩა, რაც განხორციელებაც გსურდათ და ამ დრომდე ვერ განახორციელებთ. ალბათ ბევრი რამე ვერ განვახორციელე და ამას მომავალი თაობები გააგრძელებენ. ახლა არ შეიძლება რომ კმაყოფილები ვიყოთ ჩვენი მუშაობით, მოღვაწეობას არ დავარქმევდი ჩვენ საქმიანობას. ჩვენ მე პირადად ჩემი თანამოაზრეები, გუნდი, რომელიც
აქტიურად არის მთელი 8 წლის განმავლობაში ჩემთან ერთად ამ რეფორმებში, ჩვენი გავითარებაში. ბუნებრივია, გქონდა წინაღობები, ბუნებრივია, გქონდა შეუსრულებელი გარკვეული საკითხები, რომლებსაც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით ვერ გადაწყდა იურიდიული პროფესიის სასარგებლოდ, მაგალითად თქვით კიდევაც პირველ ინსტანციაში სასამართლოში წარმომადგენლობა, იგივე საგადასახადო რეჟიმი, რომელზედაც ასე გვაქვს წარმოდგენილი, მე ვფიქრობ, რომ ადვოკატი როგორც მეწარმე სუბიექტი და როგორც ბიზნეს ობიექტი, რესტორანი იქნება ეს თუ, რა ვიცი, მაღაზია თუ რაღაც სხვა საწარმო ისე არ უნდა იბეგრებოდეს, ეს უნდა არსებობდეს გარკვეულად შეღავათიანი საგამონაკლისო ხასიათის დაბეგვრა ადვოკატის შემთხვევაში, რადგანაც მე ღრმად მწამს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის საადვოკატო საქმიანობა ბიზნესია, მაგრამ ინდივიდუალურად კონკრეტული ადვოკატისთვის ეს არ არის სამეწარმეო საქმიანობა, ჩვენი კანონმდებლობითაც ასეა. არ ითვლება სამეწარმეო საქმიანობა, უფრო შემოქმედებითი საქმიანობაა, დამოუკიდებელი პროფესიაა და იმსახურებდა ალბათ უფრო შეღავათიან, უფრო განსხვავებულ, ასე ვთქვათ, საგადასახადო რეჟიმს, ვიდრე სხვა ბიზნეს ობიექტები. ესეც სამწუხაროდ ჯერჯერობით პარლამენტზე ვართ აქაც დამოკიდებული, ესეც მიუღწეველი ამოცანა გახდა ამ ეტაპზე. მაგრამ ყველაზე მეტად არა იმას აღნიშნავ, რომ დავუშვათ აი ჩვენ გვაქვს ადვოკატურის სახლი, ადვოკატთა სახლი და დამოუკიდებელი ოფისი, რომელიც ძალიან მორგებული ადვოკატის საჭიროებებზე და ღია ადვოკატებისთვის დღესაც და ღია იქნება მომავალშიც, იმიტომ რომ ეს არის ნამდვილად ადვოკატთა სახლი. ამას არ გამოვყოფთი, ყველაზე მეტად ალბათ გამოვყოფთი იმას, რომ ჩემი აზრით ბოლო პერიოდში კვლევები ამას ასე ვთქვათ, კარგად ადასტურებს და ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია. იურიდიული ფაკულტეტების კურსდამთავრებულები პრიორიტეტულად სასურველ პროფესიად პირველ რიგში დაახლოებით 75% ასახელებს სწორედ ადვოკატის პროფესიას. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა. მაშინ როცა დავამთავრე პირიქით იქნება იურიდიული ესე ვთქვათ ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არსებობდა მაშინ და შესაბამისად ყველაზე პოპულარული პროფესია იყო მუშაობის დაწყება იყო ყველაზე პრიორიტეტული კურსდამთავრებულებისთვის, ეს დღეს კარდინალურად არის შეცვლილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ადვოკატის პროფესიის პრესტიჟი არის ძალიან ამაღლებული და ამ ყველაზე დიდ მიღწევად ალბათ სწორედ ამას ჩავთვლიდი, რომ ადვოკატის პროფესია გახდა პოპულარული, პრესტიჟული, მოდური, თუ გინდა როგორც გინდა დაარქვით და საუკეთესოთა შორის საუკეთესოები მოდიან ამ პროფესიაში. საუკეთესო იურისტები, ახალ კურსდამთავრებულები, აშინებთ არც კონკურენცია, რომელიც ძალიან დიდია. აშინებთ, უნებრივია, არც ის რომ დაიმკვიდრებენ თუ არ დაიმკვიდრებენ თავად ადგილს ამ პროფესიაში, არამედ ისინი დიდი სიხარულით, დიდი მონდომებით გამოდიან ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდაზე. რო გითხრათ ახლა ყველა წარმატებით აბარებს ამ გამოცდას არა, 30% დაახლოებით აბარებს წარმატებით. ნორმალური პრინციპი. რაც ნორმალურია და იმიტომ რომ არა გვაქვს მარტივი გამოცდები ნამდვილად. თუმცა მონაწილეობის რაოდენობა და პროფესიაში შემოსვლების რაოდენობა ახალგაზრდა იურისტების დიდი ნაკადი, რომელიც მოისწრაფვის ადვოკატურისკენ, მეტყველებს იმაზე, რომ პროფესია არის პრესტიჟული, პროფესია არის პოპულარული და არ დაგვავიწყდეს, რომ ასევე პროფესია არის შემოსავლიანი. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს, იურისტს აძლევს იმის საშუალებას, თუ იქნება წარმატებული ადვოკატი, თუ კარგად გაუკეთებს ორგანიზებას თავის დროს, რესურსებს, უნარებს, ის ასევე იქნება მაღალი ჰონორარების, ასე ვთქვათ, მიმღები ადვოკატი და შესაბამისად მაღალი შემოსავლები ექნება, რაც უზრუნველყოფს მათ ღირსეულ ცხოვრებას. ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა, ჩემი აზრით, რაც ბოლო პერიოდში ჩვენ განვახორციელებთ ჩვენმა გუნდმა, ჩვენ მთლიანად კორპუსმა, მთლიანად კორპორაციამ, თითოეულმა ადვოკატმა და თითოეული ადვოკატის წარმატებული საქმე, მათი კარგი გამოსვლა სასამართლოზე, ან და მედიის წინაშე, ან და მათი სწორი და ეფექტიანი პოზიციონირება საზოგადოებაში, სწორედ ეს ძენს
პოპულარობას ამ პროფესიას და ახალგაზრდა თაობა სწორედ ამას უყურებს როგორც ერთ-ერთ მიბაძვის საფუძველს და ისინი მოდიან პროფესიაში დიდი მონდომებით და ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა. ჩემი აზრით, რაც ბოლო პერიოდში ჩვენ შევცვალეთ, იყო საწინააღმდეგო და ადვოკატი განიხილებოდა მესამე ხარისხოვან, ასე ვთქვათ, სუბიექტად მართლმსაჯულებაში და ასე შემდეგ. და დღეს უკვე უამრავი ადვოკატი ძალიან წარმატებულ პრაქტიკას ახორციელებს, აქვთ ბევრი მოგებული საქმეები და მიხარია, როცა ვადევნებ თვალყურს, ძალიან მიხარია, როდესაც ადვოკატები წერენ, რომ დღეს ესე ვთქვათ, გავიმარჯვე ამ სასამართლოში ან და ჩემი კლიენტი ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და ეს არაერთია. სტატისტიკის გაუმჯობესებამაც გამოიწვია ალბათ. სტატისტიკას გაუმჯობესდა და ჩვენ ბოლო წლებში ყოველთვის ვაკვირდებით. მაგალითად სისხლის სამართალწარმოების სტატისტიკას და ჩვენი ინფორმაციით, რაც უტყუარი ინფორმაციაა, ოფიციალური ინფორმაციაა, არსებითად განსახილველ სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 9-10% გამამართლებელი განაჩენი დგება. აღარ ვსაუბრობ საპროცესო შეთანხმებებზე, სადაც ადვოკატის როლი ასევე მნიშვნელოვანია და ბევრი საპროცესო შეთანხმება სწორედ არასაპატიმრო საპროცესო შეთანხმება და ეგეც მნიშვნელოვანი წარმატება ადვოკატისთვის, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, არსებითად განხილული სისხლის სამართლის საქმეების 9-10% თბილისში უფრო მეტია, რეგიონებში ცოტა ნაკლები, მაგრამ საერთო ჯამში 9-10%-ია ბოლო წლების განმავლობაში. არის ძალიან კარგი სტატისტიკა. ჩვენ მეტი გვინდა როგორც მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც 20%-ია და ზოგ დასავლურ ქვეყანაში, ძირითადად საერთო სამართლის ქვეყნებში ხდება ასე, რადგანაც საჯულთა ინსტიტუტია, ნაფიც საჯულთა ინსტიტუტია იქ სრულად სისხლის სამართალწარმოებაში, მაგრამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, მე აღარ ვამბობ პოსტსაბჭოთა სივრცეს, თუ შევადარებთ, ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელია გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა. და ყველაფერი ეს ადვოკატის წარმატება, კონკრეტული ინდივიდუალური ადვოკატის წარმატებაც ბუნებრივია პრესტიჟს უმაღლებს პროფესიას და ეს მხოლოდ მისასალმებელია. მრავალი გამარჯვებული ადვოკატი მინდა ვნახო მომავალშიც სასამართლო დარბაზებში. ბატონო დავით, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა დათმობილი დროისათვის. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან კომუნიკაცია და თქვენი პასუხები და შეხედულებები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და იმედი მაქვს მსმენელამდე მივიტანთ იმ ძირითად პრიორიტეტებს და ნიუანსებს, რაც გვინდოდა რომ მოისმინათ ჩვენგან და პირადად თქვენგან. მეც ვერცდები გივის, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენ განაცემაში მონაწილეობისთვის და ვიქნებ ძალიან საინტერესო გამოვიდა თქვენთან საუბარი და ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაიგებს საზოგადოება თქვენგან. პირიქით, მადლობა ინტერესის გამოხატვისთვის, საინტერესო კითხვებისთვის და წარმატებები მინდა გისურვოთ როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე ამ მედია აქტიურობაში, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელი.